გასართობი ზონებია მოწყობილი ყველა ასაკის ადამიანისთვის რუსთავშიც თავისუფლების მოედანზე. დაგეგმილია სპორტული აქტივობები, გაიმართება თითების თეატრის 2 წარმოდგენა. დღევანდელი დღის მასპინძელი რუსთავში ინფრასტრუქტურის სამინისტროა. მეგი ნარსავიძე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში რუსთავიდან. კეთი გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ულოცავ ჩვენს მაყურებელს რუსთაველები დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე. აქ უკვე მოდიან მოქალაქეები, აქ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით არაერთი სივრცეა მოწყობილი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესო სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი გასართობის სივრცეები, ასევე აქ დაგეგმილი არის ქორეოგრაფიული შოუ, ასევე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა, გაყიდვა და დღის ბოლოს როგორც მთელ საქართველოში გაიმართება გალა კონცერტი, რომელსაც ჯგუფი ურსა დაასრულებს. ულოცავ ჩემს ქვეყანას ყველაზე მთავარ ეროვნულ დღეს. დღევანდელი დღე არის სიამაყის დღე თითოეული ქართველისთვის. ეს დღე გვაერთიანებს ყველას და საზეიმო განწყობაა თითოეულ ქალაქში. დღეს რუსთავით აღვნიშნავთ 26 მაისს. ველოდებით ყველას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ჩვენ შვილებს ვანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თითოეული ქართველისთვის. რუსთავში წელს იმართება ეს დღესასწაული მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი არის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ტექნიკისა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა. ასევე წარმოდგენილები არიან ადგილობრივი მეწარმეებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები გაიმართება და დღის ბოლოს დღევანდელი დღე დასრულდება შემაჯამებელი გალა კონცერტით. დღევანდელ დღეს უზრუნველყოფილი იქნება ნებისმიერი თაობისა და ქალაქის წარმომადგენლისათვის სხვადასხვა ღონისძიებები, ისე რომ მობრძანდით და ერთად აღვნიშნოთ დღევანდელი დღე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი სივრცეების გარდა რუსთავში თავისუფლების მოედანზე ასევე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა, რაც ყოველ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას და ინტერესს იწვევს პატარებში, რომლებიც უკვე მოდიან ტერიტორიაზე და ამ ტექნიკას ათვალიერებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, დაღუპულ გმირებს და მათ ოჯახის წევრებს. 26 მაისი არის ერთიანობის თავისუფლების სიმბოლო. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილი არის ავტოტექნიკა, ჯავშან ტექნიკა, სხვადასხვა შეიარაღება, სამედიცინო აღჭურვილობა, საინჟინრო აღჭურვილობა. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, დაათვალიეროს, სურათები გადაიღოს, ის სიამოვნოს. ეს დღე ჩვენია. 26 მაისია თავისუფლების სიმბოლო. ასევე მინდა მიულოცო ეს დღე ჩვენს დაღუპულ გმირებს და მათი ოჯახის წევრებს. აქ შეკრებილ საზოგადოებას კი უფლება აქვს გაეცნოს თავდაცვის ძალებში არსებულ შეიარაღებასა და ტექნიკას, საინჟინრო და ოპტიკურ ხელსაწყოებს. რუსთავში თავისუფლების მოედანზე უკვე იგრძნობა ის განწყობა, ის საზეიმო განწყობა, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მთელ ქვეყანას აერთიანებს 17 საათსა და 10 წუთზე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში რუსთავში შესრულდება საქართველოს ჰიმნი.